არსებობს ადგილები, სადაც დრო თითქოს ჩერდება და სადაც რწმენა ყველაზე დიდ სასწაულებს ახდენს. მარტვილის რაიონი, სოფელი წაჩხური. აქ მაღალ მთაზე წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი დგას. წელიწადში ერთხელ აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს ეს გზა ათასობით ადამიანის იმედად იქცევა. მათ ხელში პატარა მორთული აკვნები უჭირავთ. რატომ? იმიტომ რომ მათ სჯერათ აქ ამ მთაზე ლოცვა ისმინება და უშვილობის სევდა სიხარულით იცვლება. დღეს მე გიამბობთ წაჩხურის საოცარ ტრადიციაზე, რომელიც საუკუნეებს უძლებს. მოიხმეთ უფალი იმედად, როდესაც შეგიპყრობთ ტკივილი ღმერთი, რომ შეიცნოთ იმდენად ლოცვებათ ამოთქვით ტირილი. როდესაც იქნებით მართალნი, რწმენა მოგირჩენთ იარებს, თუ თქვენში ფიქრია დამხალი ლოცვით და იმედით იარეთ. თუ სულიც ტკივათ იმდენად, რომ გული არავის ენდობა, უფალი მოინატრეთ იმედად, მორჩილად ითხოვეთ შენდობა. სიკეთის ტაძარი თქვენს გულში აიგეთ, ღარიბმა ამაყად სიმდიდრით იარეთ. თუ სულში ათმცნებას სანთლება დაინთებთ, უფალიც თქვენშია განკურნავს იარებს. მუდამ გახსოვდეთ მიწიდან ცამდე, გჯეროდეთ უფლის, მიენდეთ, გწამდეთ. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მსმენელ მაყურებლებო, ქრისტე აღდგა, უპირველეს ყოვლისა მინდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოგილოცოთ. სიკეთეს, სიხარული, ბედნიერება და ღვთისწყალობა თითოეული თქვენთაგანის ოჯახებს, ჩვენ საქართველოს და სრულიად საქრისტიანოს. ასევე მინდა მადლობით დავიწყო ჩემი მეორე ვიდეოლოგი, იმიტომ რომ პირველ ვიდეოლოგს ძალიან კარგი დადებითი გამოხმაურება ჰქონდა და თქვენი აქტიურობისას და კეთილი სურვილებიანი კომენტარებისათვის მინდა უღმესი მადლობა გადაგიხადოთ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ეხლა ჩვენ ვიმყოფებით მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს თემის სოფელ ჭაჩხურში, სადაც ყოველწლიურად აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათ დღეს იმართება ქართული, ძველი, ტრადიციული, ქრისტიანული დღესასწაული ჭაჩხურობა. და თუ როგორ და რა ხდება აქ დღევანდელ დღეს ამ უამრავ მომლოცველს შორის, ამას ყველანი ერთად ვნახავთ. ამიტომ გთხოვთ გამოვყვეთ. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით არსებობს რამოდენიმე ლეგენდა. ერთ-ერთი მათგანი არის ის, რომ გლეხი თურმე, როდესაც ყანაში მუშაობდა და ცოლმა სადილე მიუტანა, უცებ არსაიდან გაჩნდა მგზავრი, რომელიც გლეხმა სადილზე მიიწვია და ცოტა ხანში შეამჩნია, რომ სადილი გამოლევის მაგივრად პირიქით ბრალდებოდა და უცებ სტომარი გლეხს მიუბრუნდა და ეუბნება, რომ იცეკვეო და გლეხმაც შეასრულა და არსაიდან გაჩენილი სტომარიც ისევე მოულოდნელად გაჩნდა და გაქრა და ამას, რა თქმა უნდა, მთავარანგელოზის მიქაელის სახელს უკავშირებენ. ასევე არსებობს მეორე ლეგენდა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ის, რომ გადაგორების ტრადიცია, რაც კურნებას ნიშნავს, ვინც წმენით, მთელი გულით და მთელი სურვილით ამ ტრადიციას შეასრულებს, არის ესეთი თქმულება, რომ განკურნებულან ადამიანებიც. ჭაჩხურო ანუ მოსკე ნიშნავს მეძევეს და ყველაფერი დაკავშირებულია მთავარანგელოზი მიქაელის სახელთან. ასევე ერთი ლეგენდა არსებობს კიდევ ის, რომ ომიანობის, შამიანობის თუ ჭირიანობის და გაჭირვების დროს
სოფელს არასოდეს საფრთხე არ შექმნია და როგორც ამბობენ, სწორედ მთავარანგელოზი მიქაელი იცავდა მას ყოველგვარი უბედურებისაგან. აქ სწორედ ისეთი განცდა და ისეთი აურა ტრიალებს, რომ ქარიც და მთებიც კი რაღაც იდუმალებას და საიდუმლოებას ინახავს. მეგობრებო, როგორც ხედავთ, მართლა 10,000-ობით მომლოცველი არის დღეს აქ თავმოყრილი და ჩვენს ნელ-ნელა დალოცულ ტაძარს უახლოვდებით და ამ სიარულში კი ჩემი უფროსი მეგობარიც გამოჩნდა. პადონო გახა მოგესალმები ქრისტე აღდგა მრავალს და ეს არის შენი ოჯახი. მრავალი გაგიცნოთ უფალო. შენი პატარათი და იცოცხ. რას გვეტყვი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით? რა ვიცი, დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი უძლიერესი დღესასწაული ამ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ამ ჭაჭხურის მონასტერზე, სადაც აი ჩემ პატარა ისტორიას მოგიყვებით. კი ბატონო. მოკლედ პირველ წელს ვიყავით, როგორც წესი, აქ მომლოცველები მოდიან რწმენით, რომელიც რწმენაც ადამიანს უნდა ქონდეს გათავისებული გულით და სულით. რაც ნამდვილად ჩემ თავზე გამომცადე და ხალხმა შემისმინა ჩემი მედრება და აგერ პატარა ანგელოზი მაჩუკა. ძალიან ისეთი ძლიერი სალოცავია, რომ ჩემი ბევრი ახსნა განმარტებაც არ ჭირდება, აი ხალხის სიმრავლეს ვხედავთ. კი ბატონო. და დღეს მოდიხარ სამადლობე. აუცილებლად კი ბატონო. მივდივარ რომ დავესწრო წირვას და სამადლობელი შეუთვალო უფალს დღევანდელი დღისთვის. დაიხარე მადლობა შენ და ერთმა გამრავლოს ელისაბედ. შედობით, ჯანმრთელობით და ღირგზელობით გამყოლოს. ახლა ყველა შეგვიძლია დღევანდელი დღის მართლა. აქ მარტვილის მთებში, სადაც სადამიწა ერთმანეთს ლოცვით უერთდება, არის ერთი გზა, რომელიც მხოლოდ ქვებზე კი არა ადამიანის გულებზე გადის. დახედეთ ამ ხელებს, დახედეთ ამ თვალებს. მათში წლების განმავლობაში დაგროვილი მოლოდინია. ზოგისთვის ეს უბრალოდ ხის პატარა აკვანია, მაგრამ მათთვის, ვინც ამ აღმართს მიუყვება, ეს მთელი ცხოვრების ოცნებაა, იმედი, რომელიც არასოდეს ქრება. იცით, რა სიმძიმე აქვს სარიელ აკვანს? ის ყველაზე მძიმე სატარებელია. მასში ჩატეულია უძილო ღამეები, მალული ცრემლები და ის ნატრვა, რომელიც ყველა სხვა სურვილზე დიდია, ღმერთო, მომეც შვილი. აქ სიტყვები ზედმეტია, აქ მხოლოდ სანთლების შიშინი და გულისცემა ისმის. ათასობით ადამიანი, ათასობით სხვადასხვა ბედი, მაგრამ ერთი საერთო ტკივილი და ერთი საერთო სასაულის მოლოდინი. წაჭხურობა არ არის მხოლოდ დღესასწაული, ეს არის რწმენის გამოცდა. ეს არის წამი, როცა ადამიანის სულს ანგელოზები ეხებიან, როცა დაღლილი მუხლები ძალას პოულობენ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან ტაძრისკენ, რადგან იციან, იქ იმ მაღალ გორაზე სასწაულები ნამდვილად ხდება. თუ დღეს შენც ამ გზაზედ გახარ, ან სახლში ზიხარ და ჩუმად ლოცულობ, იცოდე, შენი ვედრება უპასუხოდ არ დარჩება. რწმენას მთების დაზვრა შეუძლია, ხოლო სიყვარულს სიცოცხლის გაჩენა. და ეგ გაივსოს ყველა ცარიელი აკვანი, და აი ატირდეს ყველა ეზოში ბავშვი, და ეს ცრემლები მხოლოდ სიხარულის იყოს. მეგობრებო, როგორც ხედავთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით აქ მართლაც 10,000-ობით მომლოცველია შეგრევილი. რაც შეეხება გასავლელ გზას, ეს დალოცველი ტაძარი მდებარეობს, როგორც უკვე გითხარით, მარტვილის მუნიციპალიტეტში. ფეხით არის დაახლოებით 7-8 კილომეტრი ამოსავლელი სოფელზე, მაგრამ ასევე ხალხს ემსახურება მარშრუტკაც. ქუთაისიდან დაახლოებით 50-60 კილომეტრია, მაგრამ მანძილი არაფერი სათქმელია, როდესაც ადამიანს რწმენა და სურვილი ამოძრავებს იმისა, რომ ღმერთთან იყოს ახლოს. სულ რამოდენიმე ნაბიჯიღა არის დარჩენილი მის სასულელი ტაძრამდე და დანარჩენს კიდევ იქ ერთად ვნახავთ ყველაფერს.
სიკვდილი სადამგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი ისმინე ჩვენი მოწყალეო და ყოვლადლიერო ღმერთო, რათა ვედრებისად ჩვენისა მოგვეცეს ჩვენ მადლი შენი, მოწყალე იქმენ უფალო, ლოცვათა მიმართ ჩვენთა მოიხსენე ჯული შენი გამრავლებისათვის კაცთა ნათესავისა, იყავ სახიერ მფარველ, რათა შენითა შემწეობითა დაცულ იქნეს სიტყვა იგი, რომელი ბრძანეშე შენ ძნევა მოსიბითა ძალითა შენითა არარაისაგან ყოველივე ქმენდა მie დასაბამ ყოველსა ყოფიერსა. სიკვდილი სადამგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმდეველი გლოცოთ ღმერთთან გაგადრევ, ღმერთთან გაგასახოს. შვილიერება მოგცეთ, გავლა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ. და უფლის ნდობა გქონდეთ, მიენდეთ უფალს და მისი ნებით იცხოვრეთ. ეკლესია არ დაგჭირთ გვერდზე მარტო ამ დღისთვის ნუ ჩამოდიხართ აქ. იცხოვრეთ ეკლესიურად უფალს, ერთობით ემსახურეთ და მშვიდობით და სიყვარული და ყველაფერი იქნება. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლი და სიყვარული მოგცეთ. დასრულდა მეგობრებო უკვე აკვნის კურთხევა, როგორც ისი დღევანდელი დღესასწაულის მთავარი ატრიბუტია აკვანი. ახლა კი გავიაროთ ხალხში და გავესაუბროთ აქ ყოფ მომლოცველებს. ქრისტე აღდგა, მრავალს დაესწარით. თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ ორიოდე სიტყვით ამ ტაძრის შესახებ, თქვენი მოლოცვის შესახებ და თქვენი პატარა შესახებ. ერთმა გაგიზარდოთ მრავალს დაესწარით. მადლობა დიდი, მადლობა. ღმერთმა ყველას აუხდინოს ის სურვილი, რისთვისაც აქ ამოსულია ეს უამრავი ადამიანი. ეს ტაძარი ზოგადად ამ ტაძარზე გამეგო ადრე, უბრალოდ სანამ მე თვითონ არ აღმოვჩდი ასეთი გადაწყვეტილების წინაშე, რომ ზუსტად ამ მიზნით ამოსულიყავი, იქამდე არ ყოფილვარ. ჩვენი ამბავი დაიწყო 5 წლის უკან, ახლოს 5 წლის უკან დაახლოებით 4 წელია ველოდებით აი ამ სიხარულს. უბრალოდ ამ ყველაფერს წინ უძღო და ცოტა ისეთი ჩვენი პირადი ტრაგედია. ერთი პატარა ანგელოზი უფალთან მყავს. ამის წინ, რომელიც უნდა მოვლენილიყო ამ ქვეყნად, უფალთან არის ჩემი ანგელოზი და იმის მერე ამ ტრაგედიის გამოც და თან დიდი მოლოდინის გამოც გადავწყვიტეთ ამოსულიყავით შარშან, ზუსტად ამ დროს. 1 წლის თავზე კი აგერ პატარა აბომყავს. მე ჩხოროწყოს რაიონის სოფელი ხაბუმი. მოკლედ მთელი საქართველო დღეს აქაა. კი, აქ მთელი საქართველოა, იმიტომ რომ გზაზე რომ ამოვდიოდით ფეხით, არ იყო კუთხე, აი რომ გამოვეუცნაურეთ ადამიანებს, გავესაუბროთ, არ იყო კუთხე, საიდანაც ადამიანები არ იყვნენ ამოსულები. ვისაც სამადლობელი მივეცით, ისინიც აღმოსავლეთიდან იყვნენ, კერძოდ კახეთიდან, სოფელი მითხრა, ზოგან სახელი არ მახსოვს. ამიტომ მთელის, ანუ არ დარჩენილა, მე მგონი უცხოელებიც ძალიან ბევრი ვნახე, ვინც ამოდის, ეხლა ზუსტად ამ მიზნით არა, მაგრამ უბრალოდ ამ ტაძრის შესახებ გაუგიათ და მოლოცვის მიზნით ამოსულან. ღმერთმა ყველას შეუწიროს ის სურვილი და ის ნატვრა, რისთვისაც ამოდიან. ხარეთ ძალიან დიდი მადლობა ღმერთმა მოგამრავლოთ, მოგაშენოთ და მრავალი წინალე დღესასწაულს დაესწრეთ. ხარეთ თქვენცაც ღმერთმა გისმინეთ. გავესაუბროთ კიდევ ერთ მომლოცველს. ქრისტე აღდგა, მრავალს დაესწარით.
მერთმა მშვიდობა, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, სიკეთე და სიხარული ნუ მოგიშალოთ. საიდან ბრძანდებით? ჭეშმარიტად მრავალს გამომართვით და მიიტანეთ ახლოს და მრავალს დაესწარით თქვენც ასევე ჩვენ ვართ მარტვილიდან არტი. ეს არის ჩემი დიშვილი 20 წლის შემდეგ შეძენილი მხელა სიხარულია ჩვენთვის ეს ცრემლების გარეშე არ შემიძლია ამის გადმოცემა და ამ ტაძართან დაკავშირებით რას გეტყვით? ყველას ვურჩემი მაგალითად ვისაც არ ყავს შვილი მოვიდეს და ილოცოს რა თქმა უნდა რწმენით მთელი გულით ჩემი და მესამე თუ მეოთხე ცდილობაზე გვეყოლა ეს პატარა ანგელოზი აჩუქა უფალმა მადლობა უფალს და ყველას ფარავდეს დღევანდელი დღის ძალა და მადლი აიხარეთ მადლობა ამაზე მეტი დიდი სიხარული არ არსებობს მერტმა მოგამრალოთ და მოგაშენოთ მადლობა მეგობრებო მინდა წარმოგიდგინოთ მამა ანანია კალანდია რომელიც მსახურობს აქ ტაძარში და დღევანდელი დღის მნიშვნელობის მისი სისხლის და მისი სიძლიერის შესახებ უფრო ცლად თავად გვიამბობს მოგესალმებით მეგობრებო ქრისტიანსგა ჭეშმარიტად დღევანდელი დღესთან დაკავშირებით ბევრი სასწაულები ხდება ეს ხდება ხოლმე რამოდენიმე საუკუნე ალბათ როგორც ლეგენდა მოდის წარმართულ დროდან მე ახლა სადაც ჩვენ ვიმყოფებით ადრე წარმართულდა იყო აშენებული ხის ჯარგვა და მაგნიტი და ლოცვა მე სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით ზედმერე სამრეკლო დაშენდა იყო სამლოცველო ტაძარი მეოთხე საუკუნის სიტყვის მე როცა ანდრია პილოტი მოვიდა და ეს კერპი დაიმსხვრა ჩვენს რაიონში აქაც არის ნამყოფი და ეს სტოვაში სადაც შიგნით ტაძარში ეხლა ხატია დაბრძანებული იქ იყო აკვანი და აქედან გამომდინარე ის აკვანი დღემდე ვერ მოიშალა ხალხმა რადგან ბართან აიგივებს ამ ყველაფერს არის დაახლოებით აი ადრეს ამის სოციალურები არ იყო მაშინ მოდიოდა ერთი 5000 კაცი 10000 თუ შეიძლება მაგრამ როგორც გავცელდა ეს ყველაფერი ამის მერე მარტო 5000 და 4000 ოჯახი მოდის უშვილო და ისე კიდე საერთო ჯამში აი შეხედავს ხალხი არის 35-40000-მდე ამოდის მომლოცველი მარტო შვილებაზე კი არა არამედ მოდის კურნებაზე რამდენადაც კურნებაზე იყო ისეთი შემთხვევაც კიდე რომ აი ვერცად ვერ უშველეს ექიმებმა რაღაცა პრობლემა შეიქმნა რაღაცა გადაღებებმა არასწორი აჩვენა და პირიქით დავამტყობი უარსებისკენ წავიდა და ერთ-ერთი იყო ის გზა რომ აი თუ უშველი და უფალი კიდევ ექიმს ლაპარაკობდა ჩვენი გავაკეთე ათი უფალია დამოკიდებული და ითხოვდა თითოეულ პაციენტის რომ რაღაცნაირად ამიყვანეს წაჭყურაზე რომ აი წაჭყურის მონასტერში რომ იქანე რაღაცნაირად მივიდე ვეზიარო და რაღაცა რადგან ავამტყობი იყო მართლაც ამოიყვანეს აზიარეს და როდესაც ადამიანი 4 ადამიანს ხელს მოყავდა და სკამს მოყავდა განეკურნა იქით უკვე თავისი ფეხით ჩავიდა მესამე 4 ამოსაზე ორი ჯოხით ამოვიდა და ანუ საბოლოო ჯამში განიმკურნა უნდა ჩაგეკითხოთ კურნებასთან დაკავშირებით არსებობს თქმულება რომ უნდა გადაგორდეს ანუ ეს ალბათ არა ეს რაღაცა არ არის ამ იმაში აი თავარია აი წმენით მოსვლა და აი წმენით რომ მოხვალ ეს არის უფრო თავარი რწმენა რა თქმა უნდა ეხლა თვითონ რა ლეგენდები არის მთავარანგელოზ მიქაელთან დაკავშირებით აი ადგილობრივი ლეგენდა ასე მოდის რომ ეხანე მუშაობდა გლეხი მიწას თოხნიდა რამდენად გაიარა სტუმარმა და სტუმარს ეუბნება რომ გეტყობაო შორიდიდან მოდიხარო და იგებში ამ წყურია დაგვიწიო ჩემტრალიზეო და ერთ თოხნად გაწაბარგოს რომ თურმე უცბად მოძიალებულა მაშინვე მიუჯდა ამ ტრაპეზს ამდენ და მრავლდებოდა ღვინოს და საჭმელის არაფერი არ აღდებოდა და მე მოსულმა სტუმარმა უთხრა რომ სად იყვნენ შვილები რომ მარტო თოქმარი მუშაობდა ემანულა რომ ისინი უშვილოები იყვნენ და ამ მოსულმა სტუმარმა დალოცა ესენი და ახარა შვილიერება ასე რომ ვთქვათ აქედან როდესაც ეს თვითონ ამ ყველაფერს რო აკვირდებოდა და
თავისი ცხოვრება სხვანაირად გრძელდებოდა და რო გაიგო იმ კაცმა რო შვილს ელოდებოდა თავისი სასწაულებრივი ხალხთან იქადაგა. ვინ პირველი კი დამას გაიგო ეს ყველაფერი და ირწმუნა როგორც ლეგენდად მოდის იყო ასეთი სახელდაგვარით მაია გაგუა. პირველი ქალბატონი რომ ამ კაცის სასწაულები დაუჯერა და რო ირწმუნა და თვითონ ის გლეხიც ახლა ანტერმიზაზე სადიღო მაშინ ქალანების აღარ იყო და ფეხშიშველი მუშაობდა. აი ფეხშიშველთან სიარული ამ ტაძართან კიდევ აი იმან განაპირობა რომ ეხლა მოდიან ფეხშიშვლები უმრავლესობად მოდის აი ძალიან დაუშვათ თუ 5-6 წელი შვილი არ ახავს ისინი უკვე მოდიან ფეხშიშველები და ჯერათ რომ იქ უკვე ეს იქნება ყველაფერი აუსრულდება ის ნატრა რასაც ინარებენ და რასაც ითხოვენ რა შეგვიძლია დავამატოთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით? რა ვიცი, მე ხალხს მოუწოდებ, თელერს მოუწოდებ გამთლიანებისაკენ, სიტყვასა და სიყვარულისაკენ და რაც თავარია ერთმანეთის ნდობისაკენ. მშვიდობა, ერთობა, მეგობრობა და რაც შეიძლება ძალიან და მეტად ახლოს ყოფნა ღმერთთან. სულ სიყვარული არ იქნა, არც ღმერთთან ვიქნებით ახლოს, არც ერთი თავად სიყვარულია მამაო, ძალიან დიდი მადლობა. კარგად დადებოდეთ, გაიხარეთ. უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მადლობა. მოკლედ მეგობრებო მოვილოცეთ წაჩხურის თავარანგელოზი მიქაელის სახელობის ტაძარი, მაგრამ აქ მომლოცველთა ნაკადი მაინც არ წყდება, თუმცა ისეთი ხალხმრავლობა აღარ აღინიშნება. სულ ყველას მინდა გისურვოთ სურვილების ასრულება, ვინც შვილს სიტყობთ, შვილიანობა მოგეცეთ, ვინც ჯანმრთელობას სიტყობთ, ჯანმრთელობა მოგეცეთ, ღვთისწყალობა მოგეცეთ და უფლის მადლი მოგეცეთ. ასევე მეგობრებო მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი. იმიტომ რომ როგორც მოგეხსენება ჩვენ ჯერ კიდევ სპონსორი არ ხავს, ამიტომ თქვენი კომენტარები, თქვენი ლაიქები კონტენტის განვითარებისა და არხის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. ამისათვის წინასწარ გმადლებთ.